ხდება პოლიფენოლების ჯგუფია რესვერატროლი. ეხლა ამაზე შევჩერდები. რესვერატროლი აღმოაჩინეს 2001 წელი იყო 2002 წელი მეცნიერებმა, რომლებმაც ნობელის პრემია მიიღეს ამ აღმოჩენაზე. და რატომ? რომ აღმოჩნდა, რომ ყველა ხილს ანტიოქსიდანტებს შორის, უფრო სწორედ ანტიოქსიდანტები ყველაფერი, რაც ხილის გამოსწავლისგან მოდის, ხო? ამათ ამ ანტიოქსიდანტებზე 5-ჯერ, 6-ჯერ უფრო ძლიერი მოქმედება ჰქონდა, უფრო 5-ჯერ, 6-ჯერ მეტი რაოდენობით შედიოდა უჯრედის შიგნით ეს ანტიოქსიდანტი რესვერატროლი და აღდგენას აკეთებდა დაზიანებული დნმ-ის უჯრედის. ეს რაც ნიშნავს, ანთებითია ეს თუ სიმსივნურია უჯრედის, რაც არის, ხო? აი, ყველაფრის აღდგენას აკეთებდა ჰორმონალური დარღვევები არის, თუნდაც პანკრეასში რო არის, ხო, დიაბეტის და იმის. აი, ამისი აღდგენა ხდება. და ამ რესვერატროლის შედის ყველა ფერადი ხილის კანში. ამიტომ გირჩევთ, რომ სადაც შესაძლებელია ხილი მიიღოთ კანიანად. იქ მოდის მე ეს რესვერატროლი. ფრანგებს აქვს შავი ღვინოს კულტურა. იცით ხო, ღვინო ფრანგების სავალელი სულანი და ესეთი აქვთ წესი, რომ სუფრაზე ზიან ერთ ბოთლს დაიდებენ შავ ღვინოს ნატურალურს, რა თქმა უნდა. და მცირე რაოდენობით თითო ჭიქას, ხო, სვამენ ყველა სადილის დროს. სადილის დროს. ძირითადად რესტორნებში ხდება ეს ამბავი, წრუპავენ ამას ხელი 2-3 საათის განმავლობაში ამ ერთ ჭიქას. და ფრანგებს ყველაზე გურმანი ხალხია, ძალიან უპარცხენიანი საკვები და წესით მათ უნდა ჰქონდეთ ინფარქტების და ინსულტების ყველაზე დიდი პროცენტი. ამბობს ყველაზე ნაკლებია. რასაკვირველია, რომ სწორედ აი ამ შეხვას რესვერატროლი აკეთებს, რომ ცხიმოვან წყლაზე მოქმედებს, ცხიმების გამოყოფა ხდება, ან გარდაქმნა სპარალელურად ფრაქციებად და ეს ცხიმები წონაშიც კარგად არიან, ხო? ანუ ქოლესტერინის დონე, ის ცუდი ქოლესტერინი, რაც იძლევა ინფარქტებს და დათრომბას და ინფარქტები და ინსულტები და ხშირია ხო მოხშირდა უკვე. აი ამის პროფილაქტიკა აქტიურად. ესმედა. აი ეს რესვერატროლი, რომელსაც ეს ფრანგები აი ასე რეგულობენ, ვინით ხო, არის ჩვენს პროდუქტში, იმ რეზერვშიც იყო და ამაშიც არის. და ანუ ამოწევს ღვინის დარდება. ყოველთვის ხო არ გვექნება ეს 2-3 თვე რომ მიიღო, გაიწევდა. არა, მართლა აი ეს ერთი ჭიქა მიეწევა თავისუფლად შეიძლება ადამიანმა მიიღოს ყოველდღე და ჩამწი ვიცოდი რომ სასარგებლო იყო აი კანიანად მეღება, მაგრამ სულ ხრი მაგის გავა რომ აი ამიტომ მიიღეთ ლივი. კარგი, მაგაზე მე კიდევ საუბრობთ ბოლოსკენ, აი ეს არის ხო, და რა დაამატეს კიდე. აი ბაულაიფიდან თქო რომ ამბობ, ბაულაიფი შედის შტოში და აცეროლა. ეს შტოში არის ანთების საწინააღმდეგო მცენარე, ანთებების საწინააღმდეგოდ იყენებენ და მას ბუნებრივ ანტიბიოტიკს ეძახიან საერთოდ შტოში ასიანი ხლუკვა, უსულად უფრო საერთო შავი ხლუკვა, ხო? წითელია. მას აქვს როგორი მოქმედება, განსაკუთრებით ყველა ანთებაზე მოქმედებს სახსრები, მე რო სახსრების ანთება ჩამიცხრა, მე ვაბრალებ ამ შტორს, მაგრამ სახსრების ტილოვანი სურვილის დაბოდგენა გააკეთა ბაულაიფში შემავალმა ამინომჟავებმა, რომლებიც ამ ემაზე მუშაობენ, სახსრის აღდგენაზე, ტილოვანი სურვილის აღდგენაზე. შტოში განსაკუთრებით ცნობილია, როგორც
საშარდო სისტემის ანთებების საწინააღმდეგოდ. ანუ ცისტიტები ვართ, ხო? ხშირია ცისტიტები ადამიანებში, აი ამ დროს შტოში საცლევენ ხოლმე ხალხური როცხალ მედიცინიდან არის. და ეს შტოში ამბავლაის მეშვეობით და აი ეს აქაც არის შემოსული და ნახეთ რა გააკეთა ეს ყველა რაც ჩამოთვალე ყველა საფრთხების საწინააღმდეგო მოქმედება შტოშის დამატებით კიდევ უფრო გააძლიერეს ეს მოქმედება. ნუ კიდევ ბევრი რაღაცა ახასიათებს ამ შტოშს და აცეროლასაც, მაგრამ მე ახლა მინდა გითხრათ ანუ დამრჩა ერთი ინგრედიენტი, რომელსაც არ ვიცნობდი აქამდე, არ გამეგო არაფერი, მინდა გითხრათ. ის ამინომჟავები, რომელიც აქ შედის, ეს ვიცოდი. ამინომჟავები, ეს არის L-გლუტამინი, ეს არის L-ცისტეინი და ეს არის გლიცინი. არ ვიცი, ის რამდენად არის ცნობილი. სამი ამინომჟავა ერთად არის გლუტათიონი, ეწოდება ამ ნივთიერებას, ესეც ბუნებრივი გზით არის მიღებული და მას გლუტათიონის როლზე ძალიან ცოტა მქონდა. ცოტა კი არა, საერთოდ და ნახე ეს გლუტათიონი და დავიწყე მოძიება, უამრავი რაღაცა მომიყარა ინტერნეტში, რომ გლუტათიონს ამ სამ ამინომჟავას შეუძლია ღვიძლში ფერმენტებში შედის, ანუ ცილებია, ხო, ამინომჟავები მერე ცილებად იქცევა და აი ეს ფერმენტები მერე ღვიძლის უჯრედებს, ანუ ჰეპატოციტებს ეხმარება იმაში, რომ ტოქსინები განეიბრალოს. ნახეთ, თუ გლუტათიონი ნაკლებია, მისი დონე სისხლში, ამ შემთხვევაში ღვიძლი როგორც საცერი ისე უშვებს ამ ტოქსინებს სისხლში. და აი ეს ტოქსინებიანი უკვე ვილაპარაკეთ ამაზე, რას უკეთებს ხო ჩვენს ორგანიზმს, ხო? ამიტომ აი ეს გარედან მიღებული ტოქსინების განეიტრალება და შიგნიდან მიღებულის ყველაფრის ღვიძლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ჩვენს ორგანიზმში, რომ აი ამ კუთხით რა თქმა უნდა და ამ კუთხიდან გამომდინარე გლუტათიონის დონის დაცემას ანუ დაქვეითება იწვევს უამრავ დაავადებას ჩვენს ორგანიზმში. სულ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ დიაბეტის დროს რა უნდა ქონდეს ახლა საერთო გლუტათიონთან ღვიძლთან თუნდაც ხო წნევები, ინფარქტები, ინსულტები, დათრობა, უფრო სწორედ ქოლესტერინის მომატება. ამაზეა დამოკიდებული ნერვულ სისტემაზე ძალიან მაგარი ზემოქმედება, გლუტათიონი თუ ნორმალურია, ნერვული სისტემა დაცულია, ხო? ღვიძლი არ უშვებს ეს ტოქსინები მიდის თავშიც. და ეს მძიმე მეტალის მარილებს, რომელსაც ვერ გაანეიტრალებს, მიდის თავში და იქ გროვდება. ეს უკვე იწვევს თავის ტვინის სხვადასხვა ფუნქციების მოშლას. და აქედან მოდის ის ნერვული სისტემის დეპრესია შეიძლება ვართ და პირიქით თუნდაც ფსიქოზები რო იყოს, ხო? უამრავი დაავადებებია ისეთი, აი ამის გამოწვევაც კი შეუძლია. და კიდევ ერთი რაღაცა, რომელიც ჩემთვის იყო სიახლე და ძალიან განიხარდა ეს, რომ აუტისტური სპექტრი ალბათ უკვე იცით, რომ ძალიან ბევრია, ხო, საქართველოში მოიმატა, ყოველ წელიწადს იმატებს და იმატებს ამ დიაგნოზის დასმა. და ამ აუტისტური სპექტრის დროს კვლევები ჩაუტარებიათ, ამერიკაშიც, ევროპაშიც არის ჩატარებული კვლევები და თითქმის 99%-ში გლუტათიონის დაქვეითება არის სისხლში. ანუ გლუტათიონი ნახეთ ღვიძლის ფუნქციებს არა, ეხლა მაგას ვერავინ ვერ ამტკიცებს ეხლა, რომ რა კავშირია და რატომ ხდება ეს უკვე ისევ შემდეგი კვლევების საგანია, მაგრამ ეს ფაქტად დადგინდა, რომ გლუტათიონი არის დაქვეითებული ამ ბავშვებში. არა მარტო აუტისტურ სპექტრში, არამედ სხვა ნერვული სისტემის დაავადების მქონე ბავშვებშიც. აი ესეთი რაღაცა ხდება. და ეს თუ ასეა ამ სპექტრში, მაშინ წარმოიდგინეთ, ეხლა დიდებშიც რა იქნება, ხო, ნერვული სისტემის დაავადებებზე და ამიტომ ძალიან ამაყი ვარ მე
რომ აი ამ პროდუქტთან მომეცა შეგება. ეხლა ჩვენ დავიწყებთ 3 თვეა თუ 4 თვეა ხო? არა, დეკემბერში დავიწყებთ დეკემბერში. მიღება ამ პროდუქტის ბევრმა ჩვენგანმა. და მოხდა ისე რომ პირველი შედეგები წამოვიდა. და სწრაფად აი რასაც ვამბობ ხო, ეს გადმოგვცეს ჩვენ ვინც ვიტარებდა ხო ეს ტრენინგებს ვინც ვიტარებდნენ ამ პროდუქტებზე. ვეუბნებოდნენ რომ აი ასე აღნიშნავს ხალხი 2-3 წელია უკვე ევროპაშია და ამერიკაშია და აღნიშნავს ხალხი რომ ის რასაც ის რეზერვი აკეთებდაო იმას ერთ კვირაში აკეთებსო და აი ამაში ვწმუნდებით ჩვენ ახლა ვინც ვეძლებთ ამ ყველაფერს. მერე ბოლოს უკვე შედეგებზე რო გვექნება საუბარი ამაზეც ვიტყვით ხო? მე თვითონაც მივიღე რა თქმა უნდა. ეს საკმარისია მოგონიერთ პროდუქტი ხო? ეხლა მეორე პროდუქტი არის კოლაგენი. კოლაგენი ის მიგიღია კოლაგენი. სტუმრებიდან ხო, ვიცოდი რომ არ შეიძლება და იმის სულ მაქვს 25 და მაქვს ალბათ 10 ტაბლეტი მიღებული და მე ბევრს ვაიქცევ და გოგოიმენა. კოლაგენის 25 წლიდან იწყება კოლაგენის დეფიციტი, მაგრამ ანუ მივხვდი რომ კანი უკვე ძალიან განკურნებული მქონდა და ჩემთვის არ არის საჭირო ფორმაციის ზევით ხო უთხარი ჩემთვის უბრალოდ მაინტერესებდა ვიცოდი რომ არ მავნებ და მაგრამ აი მივხვდი რომ აი ჩემი კანი ძალიან კოლაგენის დეფიციტი მიღწევია. ასე ეთქვა, კოლაგენის ნაკლებობა იწყება აი ესეთი სიმპტომები რომელიც ჩანს ეს არის რომ ნაოჭების მცირე ნაოჭები ღარები რომ წარმოიქმნება კანი ფერსი ცვლის უფრო მშრალი ხდება უფრო ელასტიურობას კარგავს ხოდნა მოეშვება ახალგაზრდებზე ვამბობ და ახლა ასაკში რა თქმა უნდა ყოველ წელიწადში რაღაცა პროცენტით იკლებს რაც რჩება მერე ხო კოლაგენის ისა მეორე წელიწადში კიდე იმის 5%, მერე კიდე იმის 5% და ესე მიდის თანდათან კლება კოლაგენის და კოლაგენის სინთეზი თვითონ ჩვენს ორგანიზმში ხდება. მაგრამ ისე როგორც ყველა სხვა სინთეზები და ყველა სხვა რაც უნდა იყოს ჩვენს ორგანიზმში დეფიციტია, ხო, იქაც კოლაგენის სინთეზშიც დეფიციტია. და გარედან მიწოდებული კოლაგენი უკვე აუცილებლად საჭიროა. კოლაგენს ბევრი რაღაცა შეიცავს, ახლა ძვლების და ხილის ნახარშები და უამრავ რაღაცას მშვიდიან ზოგადად, მაგრამ აუცილებელია მისი მიღება. და მე ყველა სალონში გირჩევენ კოლაგენს, ყველა აფთიაქებში გირჩევენ ამ კოლაგენს, ბევრია, ხო, სხვადასხვანაირი კოლაგენი გამოდის. მაგრამ მე ამ ლიზზე რო ვთქვი რომ მაგალითად თუ შეიძლება ამაზეც ვთქვა რომ ამაგებად ასეთი კოლაგენი გაქვს და რატო ჰიდროლიზირებული კოლაგენი იშვიათია არ არის ეს არის ბაზარზე მაგრამ ნახეთ ძალიან ცოტას აქვს და ჰიდროლიზირებული ნიშნავს რომ კოლაგენი თვითონ ძალიან რთული ცილა რომელსაც ვიცა ღებულობ ხო იმ კაფსულებში რო ვთქვი ხო კაფსულებში რო ღებულობ პირდაპირ კოლაგენსები და არადანაწევრებულია და ეს ნაწლავები ბოლომდე ვერ ამუშავებს და ბოლომდე არ გადადის ის რაოდენობა რაც მიიღე. ამიტომ როცა ჰიდროლიზირებული ნიშნავს დანაწევრებულს მცირე უუღებად ამ კოლაგენს და ის უკვე ადვილად შეიწოვება ნაწლავიდან თითქმის 100%-ით იწოვება და ისე გადადის სისხლში და მიეწოდება მერე ორგანებს. სად არის საჭირო კოლაგენი? აბა მითხარით. ანუ რა ჭირდება? კანი, სახსრები, თვალები, ჭრილები, სახსრები, თვალით, ხედველობა, ის რაც განაპირობებს ჩვენ ხედველობის სიმახვილეს, ეს არის კოლაგენი. თვალის კოლაგენი, სადაც 8 თვათი სახეობის კოლაგენია თვალში, მარტო თვალში. და ცისწარკვები. ახლა ცისწარკვებში
ელასტიურობა სისწარვის კედლები რომ ელასტიური იყოს შეეკუმშოს გაფართოვდეს და მას აკეთებს რომ სისხლმაროვი მოძრაობს და ვენებშიც იგივე ხდება. ამ კედლებში ელასტიურობა რომ შეინარჩუნოს, ამისთვის სჭირდება კოლაგენი შემაერთებელი ქსოვილის 50-60%-ია, შეიძლება მეტიც, ახლა ზუსტად არ მახსოვს და ელასტინი კიდე. კოლაგენი და ელასტინი ერთად იხმარება ეს ორი ინგრედიენტი, ხო? და ელასტინზე არ ქონდა ჩვენ მანამდე ელასტინის შემცველი, მაგრამ აი ეხლა ჯიფუში გვაქვს კოლაგენიც და ელასტინიც. ამიტომ უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ქონდა ჩვენ ნარას უწოდებდით ესეთი კოლაგენი, იგივე ის დანაწევრებული, ისიც ჰიდროლიზირებული, მაგრამ კოლაგენის შეთვისებას უკვე ეს კი გადადის, მაგრამ კოლაგენი რო შეითვისოს ძალმა, სახსრებმა, სისწარვებმა, ამას სჭირდება სხვა ნივთიერებები, რა? C ვიტამინი, B-ჯგუფის ვიტამინები, თუთია, რომ აი ეს ყველაფერი და ფორმულა არის ესეთ შედგენილი, რომ აი ამ კოლაგენის შეთვისებას რაც კი სჭირდება, ის ყველაფერი შედის ჯენ 3 ქვია. გემოთიც უფრო უკეთესი გვაქვს, შოლოს გემო აქვს, ძალიან მოსწონს ყველას, შემოჯახის წევრებს ვალევინებ და ძალიან მოწონთ, კაცებს ვალევინებ, ბიჭები პასალში და კაცები. სპორტზე დადის და სპორტზე წასვლის წინ სვამს ამას და იზამის რომ ძალიან ყოჩაღად ვარო, სხვა რო ვერ აკეთებს, იმას ვაკეთებ. და ხო, კიდევ რაში გამოგვადგება კოლაგენი, ნახეთ, ყველა ჩვენი ორგანო მოთავსებულია რაღაცა ჩონჩხი აქვს, ხო, რომელიც აკავებს იმ ადგილას, კუჭს თავის ადგილას აკავებს, გულს თავის ადგილას, კედელს თავის ადგილას, ღვიძლს, ერეთას, ყველაფერს, ხო, თითქმის შარდის ბურს, რომელიც შედგება ზუსტად შემაერთებელი ქსოვილისგან, ანუ კოლაგენი შედგება ამათაც და აი მოდუნება რო ხდება შარდის ბურთის მოდუნება გაგიგიათ, ხო? შარდის ბურთი მოდუნება ასაკთან ერთად. ესეც კოლაგენის დეფიციტის დამსახურებაა. კიდევ საშუალოს დაწერა ხდება. ბურთის დაწერა ხდება. ესეც კოლაგენის დამსახურებაა. მოკლედ აი ასეთი კოლაგენი, მაგრამ შეიძლება ნახოთ დასრულოთ შეგვიძლია მერე ბოლოს ვისაც ემგონებათ გემოსაც გასაჭიროა. აი ეს განსხვავებული არის. ანუ აქ მოყვება რაიმე ეს არის ინტერესიანი გოგონა. მოკლედ ვიტყვი ჩვენს კოსმეტიკაზეც და ამით დავამთავრებ და მერე თქვენზე იქნება სიტყვა. მეგობრებო, ჩვენ ძალიან კარგი კოსმეტიკა გვქონდა წინა კომპანიაში, მაგრამ აქაც ნაკლები არ გამოვიდა, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ, მე თვითონ მოვიხმარ ამ სამ რაღაცას, არის შრატი, არის ღამის საცხი და არის ფარის სირელი. და შემადგენლობაში კატის ბრჭყალა ასეთი. ეს არის ბალახი ამაზონებში და ამ კატის მოკლედ ამ კატის ბრჭყალადან გამოიყვანეს ესეთი ნივთიერება AST პროფეთმენტი ასე დაარქვეს, რომელიც ყველა საცხში არის ძირითადი წამყვანი და რასაც აკეთებს ეს არის ნაოჭებზე მუშაობა, კანის ფერზე მუშაობა, კანის ელასტიურობაზე მუშაობა, ზოგადად ვამბობ, ახლა ცალ-ცალკე არ მინდა რომ გამბეჭდო. ეს არის მოდულებული, ჩამოშორებული კანზე მუშაობა და ბევრი რაღაცა კიდევ ამ კანს რაც სჭირდება მოვლას, ყველაფერს აკეთებს. ეხლა შემოვიდა ჩამოსაბანიც და დღის დამატებიანი, რომელიც დაგვემატება მალე. მანამდე ეს სამი მოვიხმარებ მე თვითონ. და ისეთ შემადგენლობა მარტო რომ წაიკითხა რომ სცენარებს და პაუზებს და ამაშენებს მარტო ეს გაგიხარებს გულს და მოვიხმარ როგორ მოვიხმარ. ნახეთ, მენანება რომ ყოველდღე მოვიხმარო ჯერჯერობით
და კვირაში ორჯერ და მის უმეტეს როცა ესეთ აუდიტორიის წინაშე მიწევს გამოსვლა აი ეხლა დილას მაგ ჩატარებული ეს პროცედურა ამ ფალის საცხი არ მქონდა კარგახანს ადრე მქონდა მაგრამ მე აღარ მქონდა 7 წელი და განთვალის საცხმას საოცარი რაღაცები გამქედა ეხლა მე მივიღე ხო მეტყობა რომ ცოტა მამს ხო ეს შეშუქება ტომსიკე ხო ხო მეტყობა უნდა გადაგიღოს სურათი თან დოიპოსლე უნდა გადაგიღოს სურათი დოიპოსლე არ მოყვარს ჩემი თავის გაზარება მასაკში ეხარაშიც მოკლედ და აი ამაზე წამომივიდა და საკმაოდ აი ესეთი ნაოჭების გასწორება უწერია 50-დან 60%. ან ყოველ ეს კარგი მოხმარებაა თქმა უნდა დილას შრატი და შესაცხი, საფამოს შრატი და ამის საცხი და თვალისებრივიც ხეშეოჯებს გაიკეთე, ხო? 3 თვის განმავლობაში უკვე სხვა ადამიანები სხვა საკითხები. ეხლა მე მომდე ჯერ ვერ ვაკეთებ, მაგრამ მოვადრო რომ ამასაც ყოველდღურად რომ მოვიხმარ, მე კიდევ ვნახეთ ზოგიერთი დაიქნება და იყოთ ჩვენთან ერთად შემდგომშიც და მე თანდათან შევამოწმე. პრინციპში დავამთავრებ აპრილში 72 წლის გვერდში. და ამიტომ რა თქმა უნდა 10 წელიწადია ჩემ თავზე რომ დავიწყე ზრუნვა. და ეს შინაგანი ერთ-ერთი შინაგანი ჯანმრთელობიდან მართლა ის რომ არ გაწუხებს სახსრებიდან დავბრინავ ვაკეთებ ვარჯიშებს ამ ასაკში მე რომ ის დავჩენილიყავი რაც მოგიყევით ხო მე დღეს ვიქნებოდი ჯოქერი რომ მე ჯვარცახშიც მქონდა უკვე რაღაცა პრობლემები მაშინ ეხლა ძალიან კარგ ფორმაში ვარ ამ კუთხით ჯანმრთელობის და გარეგნულად ეხლა და თარგედებს, მაგრამ მთავარია რომ ჯანმრთელად ვიყოთ და ჯანმრთელად დავდეოთ. ჩემი მიზანი ესაა რომ ჯანმრთელებს არ დავაწვო. მოსაბლე ეს არის ჩემი მიზანი. პირველში და ყველას მაგას გირჩევთ, რომ ვინც ახალგაზრდები ხართ, ეხლა დაიწყოთ ზრუნვა ამაზე და ვინც ასაკში შევდივართ უკვე ხო, იმათმა რა თქმა უნდა უფრო ინტენსიურად დავწყოთ. ფიქრიც და თქმა თავისი გამომდინარე აქედან ნაბიჯების გადაღება. შეკითხვები მერე იყოს ახლა ვინც ტემზე არ გვეთქვეს თამზე ცნობილი ხო? ტემი რო არ გამისინჯია ხო ხო ჯერ ახალი ფაქტურად არ ჩამოხსულია ჯერ მაგრამ გამაჩერების ფაქტად ჩამოვა და დავიწყებთ ხმებას მაგრამ არ უნდა იგივე ხო თქვი რომ ეს არის მოსამზადებელი, ეს არის დეტოქსი, ეს არის ანტიბიოტიკის საწინააღმდეგო, ეს არის არგენიტი სამუშაოები, რომელსაც ჩაატარებს 2-3 თვე ჩვენს ორგანიზმში და ამის მერე უკვე სტემის მიღება, ну ეხლა თუ რამე პრობლემაა და ძალიან პრობლემური რამე გაქვთ, მაშინ ორივე ერთად შეიძლება, მაგრამ თუ ეხლა ისეთი არაფერი რაც ნიშნავს, ანუ ის რასაც ლივი გააკეთებს, თუ ეს მარტო საკმარისი იქნება, მარტო ლივს მიიღებ და მერე ხდება აი რო თქვი რომ ღეროვანი უჯრედები, ტელომერები, დნმ-ის დაზიანება, ეს სამი რაღაცა არის დაბერების სამი მიზეზი. სამი პროდუქტი ქონდა ამაზე და სამივე პროდუქტი რასაც აკეთებდა, ის იმას აკეთებს სტემი. არ გვაქვს არ ჩამოხსნია. არ ჩამოხსნია ჯერ არ აქვს, მაგრამ მერე თუ რა თილა არის, რომელშიც არის 30 კაფსულა, რაც უნდა იყოს ის. ხო, 30 კაფსულა დღეში კაფსულა მისაღები. და ამ სამ რაღაცას ვაკეთებს. მეოთხე აკეთებს, მეოთხე მიმართულებაა, ამაზე ხო დავიშოქე. იმიტომ რომ NAD
ნად. ენდი ნადი ეიდა ნადის ეძახი ედი ხან ეძახია ნადი პლუსი ნადი პლუსი ნახეთ ასეთი პრობლემებია რომ ამ ნადი პლუსი ახალი ტრენდია ფაქტიურად რა ხელოვნურ პროდუქტებში რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარ მოთხოვებენ რა კუთხით ჩვენს უჯრედებს აქვს მიტოქონდრიები, რომლებიც არიან ენერგიის წყარო ჩვენთვის. მიტოქონდრიებში თუ ენერგია არ წარმოიქმნა, ჩათვალეთ, რომ ესე გაშიშებული იჭდებით და ვერც სიარულს შეძლებ, ვერც ტვინი იმუშავებს, ვერაფერი ვერ იმუშავებს. ენერგია, რაც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, მუშავდება ამ მიტოქონდრიებში. ზოგადად ეს ენერგია 90% ეს არის შინაგანად რაც წარმოიქმნება ის არის. მაგრამ ეს შინაგანი ენერგია საკმარისი არ არის. საკმარისია რა შემთხვევაში, ნახეთ, თუ ადამიანი ჯანმრთელია ძალიან, ხო, მაშინ საკმარისია. მაგრამ თუ ადამიანს აქვს რამე პრობლემები, სხვადასხვა დაავადებების სახით, ამ ენერგიის 90% კი არა, 30%-იც კი არ იქნება მიტოქონდრიებში და ეს ხელს უწყობს ზუსტად აი ამ გამოვლინებებს, რაც სიმპტომები აქვს ზოგადად ავადმყოფობებს და თუ ჩვენ მივაწყდით მიტოქონდრიებს, რომ მათ ენერგია გამოიმუშავა, ესეც სცენარეულია აბსოლუტურად უცნაური და ეს არის ჩამონათვალი, ახლა ამუშავების პროცესში ვარ და ვიკვლევ ამ ყველაფერს. ანუ ამ ენერგიის გამომუშავებასაც უწყობს ხელს და ნახეთ ეს ერთ პროდუქტში რომ ენერგიის გამომუშავება არის დონეზე და ეს სამი დაბერების მიზეზი საკმაოდ რაღაცას ის აი ამიტომ არის ეს მიღწევა ყველაფერი მიღწევა რაც ართილდება ხო ყველა მიუთვის მეცნიერებით, ექიმებით, ყველაფერი უფრო მარტივად წავიდეს მკურნალობაც, დიაგნოზის დასმაც, სულ ყველა ამის რელიგიის სწრაფის პროგრესი ამას ნიშნავს, ხო? გენიალობა სიმარტივეშია, ხო, ასეც ნათქვამია. ამიტომ აი ეს სიმარტივე, რასაც ესენი აკეთებენ, ერთ პროდუქტში მოექცეს ეს ყველაფერი, ხო, აი ეს არის მართლა ამთოვანებული. ჩემთვის პირადად თქვენ როგორ ჩათვლით պետიც. აი ეს შემიძლია სტელზე ჯერჯერობით გითხრათ, ჩამონათვალს გაგიკეთებთ რა მცენარეები შედის. უბრალოდ დამუშავებული მაქვს ყველა, მაგრამ ეს ნადი პლუსი გითხარით, ხო? ინდიაი პლუსი. კვარცეტინი, როზმარინი, რეგიანო და მიწერა კიდე რესვერატორი ახაც შედის. ასტრაგალის ფესვის ექსტრაქტი, აისტორიაზე რომერებს არ მუშაობს, კურკუმა, ბაყაყურა, გაგიგია ზედა იმაზე მუშაობს არაჩვეულებრივად. დაზიანებელი საუბრიანაზე, სილიმარინი, პროსტორად ეს ბაყაყურა არის სილიმარინი, რომელსაც ბიძლის პრობლემების დროს ნიშნავენ ექიმები, რადიოლა, გაგიგია ოქროსფესვი. კორეული ჟენშენი, რომელიც ჟენშენი არ არის, რომელიც რაღაც სტიმულატორი და რაღაც იმისთვის რაღაც პოტენციისთვის და იმისთვის. არამედ ესეთ შვიდი ჟენშენია, სიმშვიდეს რო განსჭერს ესეთი. ასტაქსანტინი შედის და კიდე რაღაცებია, აი ეხლა ვერ სამი კითხვა გვაქვს, ერთი ლიბის და კოლაგენის მიღება თუ არის შესაძლებელი ერთობლივად და რაიმე გამოკვლევები არის თუ არა საჭირო ლიბის მიღებამდე, ანუ განმავლობის აღება
კარგი, მაგაზე პასუხს გაგცემთ. შემდეგ ზედაზერება რომ არ მოხდეს რაიმე თქვათ იგივე ომეგა-3-ზე მაგაზე გაგცემთ და პასუხს. მესამე კითხვა თუ შეიძლება, ანუ თუ ხსნით ხო წავა ახსენეთ ციმბირული გრინვეის პროდუქცია ბადები. ანუ განსხვავება და რამე კვეთათლობს ამ პროდუქტს ერთმანეთთან. ციმბირულში შეიძლება რომ ზოგიერთი ინგრედიენტი იყოს გამოყენებული, რაც ჩამოთვალე იქიდან, მაგრამ ან პრაქტიკულად როგორც აპოლოჟეთი და მერცენებია და რომელი ჯოგები რომ მე გამოვიყენებ ნოხმარებელი ყავი და ყველა ციმბირული არ მიმუშავია 13 წელიწადია და ამდენად ახალი რა ეს არ ვიცი, რაც იყო რამოდენიმე პრეპარატი, რომელსაც ვიყენებდი, მაგრამ ახლა გითხრათ, რაც ამ შეხებაში მოვედი და ისინი რასაც თვითონ ანუ 1-5-6 რაღაცამდე დაგენიშნა, კი არა და მეტი უფრო მეტი რაოდენობა დაგენიშნა, ვიდრე ეს ერთიანი. გაერთიანებული ის ყველაფერი ამ ერთში გასხვავება და ოღონდ ეს თან ტექნოლოგია შერჩეულია მეცნიერების მიერ, მაგრამ აი ამას გავუსვათ ხაზი. მეცნიერების მიერ ამ მცენარეების უკან დგას კვლევები და ამას ინტერნეტში ნახავთ რა კვლევებია, მოცვზე მარტო რა კვლევებია, პროცეულზე რა კვლევებია ჩატარებული. ანუ ეს არ არის სავალდებულო კვლევები კი არ არის, რომ გიდა თუ არა მოცვი არ ჩამოთვლი კვლევები არ აქვს. არა, ზოგადად კაცობრიობა იკვლევდა ნაპოვს და მცენარეებს და ფესვებს და იმას. ზოგადად ანუ კვლევებიც არის ამ ყველაფრის უკან. არის ფორმულა სინერგიული, ესეც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ეს არის სინერგიული ფორმულა. აქ არ არის არც ერთი ზედმეტი დოზა, ზედმეტი კი არა. ნორმა რაც ჭირდება ყოველდღიურად ადამიანს, იმის 30%-ია თვითონ ამ იმაში, ხო? აი ამ იმაში. და რატომ მოქმედებს ასე კარგად სწრაფად? იმიტომ რომ სინერგია, ანუ ერთმანეთს ავსებენ. ერთმანეთის გაძლიერებას უწყობენ ხელს და იმიტომ აქ ეფექტი და ეს არ მოხდებოდა თუ მეცნიერები ამას 2 წელი, 3 წელი წინა პროექტში 8 წელი, 12 წელი, 18 წელი ზოგ რაღაცას ჰქონდა მუშაობა აი ამ ფორმულაზე რომ ისურვებენ. ანუ ეგ რაც გვაქვს ორგანიზმში, იმაზე მეტი ზედაზერება არ მოხდება ამის მიღების შედეგად. თქვენ კითხვაზე პასუხი ეს კი ბატონო. შეგიძლიათ მე დოზები აწერია და შეაფაროთ. ეხლა ვისაც გაქვთ მიღებული ჯენ-3, ვისაც გაქვთ მიღებული ლივი, ის ტაიმეჯერ არა საერთოდ შეგიძლიათ 1-2 სიტყვით ვთქვათ, ხო თქვენი განცდები. ვიტყვი მე ახლა მოხდება, ანუ მიღებული მაქვს ჯენ-3 და მარო კოსმეტიკას. ჯენ-3 ლივი ჯერ არ მივიღია, ბავშვებს დავარებინე ამ ეტაპზე და ველოდები ჩამოსვლას. და შედეგი არის ის, რომ ჯენ-3-ზე ხა თოსავიქით არ დამჭები არა მაგრამ კანზე პრობლემები არ აქვს, მაგრამ ჯენ-3-ის მიღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ზოგადად ვიცი, რომ კოლაგენის ნაკლებობა ნუ ასაკიდან გამომდინარე ყველას აქვს, ხო და იქიდან გამომდინარე რომ 53 წლისა ვარ, მივხვდი რომ კოლაგენი ჭირდება ჩემს ორგანიზმს და დავიე. რო ვთქვა რომ რაღაცა დიდი ცვლილებები შევამჩნიეთ, ხო, არა, მაგრამ შევამჩნიეთ წონის კლებაზე. ახალი წლების პერიოდში 4 კილო მომატე სამწუხაროდ და სადღაც 2 კილა მივიღე და 2 კილის მიღების შემდეგ ეს 4 კილო წავიდა ჩემი ორგანიზმიდან პირველი, ანუ ეგ შევატყე და ამასთან ერთად რომ დავიწყე მე კოსმეტიკური ხაზი, მე ვხმარობ ღამის საწყს და თვალის ირგვლივ საწყს, აი იცით როგორი შეგრძნებაა, არის სასწაულის სუფთავის შეგრძნებაა და აი ხელს რო ვისვამ სახეზე რაღაცა სასწაულად ნაზი, ბილი, შუბლზე მქონდა რამოდენიმე მიმიკები ვსაუბრობ და ის შუბლზე აღარ არის ეს სიღრმე, სადაც მქონდა ის ღრმა ნაოჭი ალაგებულია და თვალის ირგვლივ მომწონს, იმიტომ რომ უფრო აი დატენიანებულია სახისკანი და თითქოს ისეთი შეგრძნებაა, რომ მე ტონალურის წასმა აღარ გინდა სახეზე რა, იმდენად კარგად ერთფეროვნად არის გულვიაკანი კი ძალიან მომწონს.
მაინდვე კოლაგენი. აკნეზე და აკნეზე ფოტოები, ოღონდ ევროპის მოწოდებული ფოტოებია. გასხმარობს იტალია. აკნეს გამხმარობს ჩემი მეგობარი, ჩემ კოლაგენს რა. ჯენსამს. კი, ჯენსამს და ძალიან აფრიალებს სახეს. ან ნიღავს ვიკეთებთ რა. კოსმეტიკა არ მოგიხარ ჩვენ, მაგრამ კოლაგენს ნიღავს ვაკეთებთ წყალში ვსვით და ვისვამ სახეს და ძალიან აფრიალებს სახეს და არ ვიგებს. აი პატარა გულს რო ვიყავი, შენ ვერ დაიგოთ, მე კი, კოსმეტიკა აკეთებ ზუსტად მაგას. აბსოლუტურად სხვანაირია სტრუქტურულად, ეხლა არც გამონაყარი მაქვს, არც არ მაქვს პრობლემური კანი. იმიტომ რომ წინა კომპანიიდან გამომდინარე ყველაფერს ვხმარობდი, წინა პროექტშიც ჰქონდა კოსმეტიკასაც და დასალევსაც და შედეგები ბევრია, მაგრამ აი ეს შეგრძნება ეგეთია, რომ აი თითქოს სხვანაირი გახდა კანი, აი არ ვერ ვიტყვი კონკრეტულად, მაგრამ სხვანაირი გახდა. ან მაშუშებს რა. ხო, აი აკნეზე საინტერესო იქნება რა შედეგს. ნანა, შენ ხო არ ეთქვა შენს კოლაგენზე? ვინთვისო საკუთარ თავს ჯანმრთელად და მე მართლა მეგონა რომ ძალიან ჯანმრთელი ქალი ვიყავით რომ ასე ქვია ძალიან მალე 73 წელს ვხვდები მაგრამ მე არაფერი აბსოლუტურად არ მაწუხებდი არაფერი არც ნებები არც ახსრები არც ну აი არც დაღლილობა არაფერი რამე რო თქვა ტკივილი ასეთი არ ერთადერთი თავის ტკივილს ვიგრძნობდი თუ პანჯერა დაკეტილი დამჩევრდა პანა და სუფთაჟანი ბაგის აი სუფთა პოსტის არ შემიძლია აი თუ არ შემოდის ისე ცუდად ვიძინე ეს იყო ჩემი პრობლემა. ვიღი დავიწყე კოლაგენი როგორც კი შემოვიღეთ, ეგრევე დაიწყე მიღება, იქ შეკვეთაში 3 კოლოფია და პირველი დაწყებიდან რაღაც ერთ კვირაში შეგრძნების დონეზე, ტკივილი არა, შეგრძნების დონეზე ვძნობ ყველა სახსარს, სულ ყველა სადაც არის. მოკლედ კოჭი, ვაძაპი, ყველგან ვძნობ, რომ სახსარი აი არსებობს რაღაცა. თანდათანობით ეს შეგრძნების დონე გადავიდა ტკივილში და ბოლოს ისეთი ტკივილი მქონდა, ისეთი ტკივილები, ვფიქრე რომ გავგიჟდები რა, ხამე ვერ ვიძინებდი და ესე ვიჯექ კოლოფიაზე ძალიან ძალხა. ეს ერთი კოლოფი ასე დამთავრდა, მეორეზე გადავედი, აი შუა კოლოფი იყო მეორეზე დაახლოებით 15 დღე დასული და აი ეს ტკივილები შესუსტდა, გადავიდა უკვე ისევ შეგრძნების დონეზე და მეორე კოლოფი რო დავამთავრე და მესამე დავიწყე, არც ტკივილები მქონდა, არც შეგრძნების დონე მქონდა და მას მერე ახლა თამამაკეთო რომ მართლა ჯანმრთელი ვარ. იმაზე მეტროში ეს ყველა დოზე დამება, ფეხით ჩავდივარ და ფეხით ამოვდივარ ზედ, არ ვიღლები და არც არა. ესე და პლუს ამას აი ამ გოგონამ რა თქვა ხო, ამაზე გეტყვით. ეს ხმილია და ჭიქაში იხსნება. ის ჭიქა რასოდეს გამერეცხავს, იმასაც გამოუსწორი ხას და სახეზე მისმეტი და სახე ისე ლამაზად გადაიჭინება ძალიან ესე ყვებობს რა. ასე რომ საოცრება შემიძლია თქვა თამამად. თან დაკავშირებით შეიძლება? ხო, შენი მეც მაინტერესებს. ხო, მყავს ძალიან ძიმე. იყო ჩემი შვილი არის ეპილეფსია და შეიძლება ცერებული დაბლა. ახლა ხაზგასწერიანი თქვენთან და რაღაც ვერც მადლობდა ეს არის ჩემთვის აღმოჩენა, იმიტომ რომ ცერებრალური დაბლა შეძენილი და ეპილეფსია. კი. ამდენი წლის არის? 6 წლის არის და რაღაც 40 ჯერ ხონდა გულწრფელი და ვერაფერი ან ვერანაირი ანტიკომპულსანტები და გაუზიარდა ტვინი და ცერებრალური დაბლა. ანუ მე დიეტები დამშეთა რაღაცა ამ დიეტა შეამცირებს შეტევები. მაგრამ არანაირ საშუალებას წამოს უკვე აღარ ვიყიდით არაფერს საერთოდ, მაგრამ აი მაინც მქონდა შეტევები, ოღონდ ესე სიცხეებზე, სიცხეების ფონზე ეხლა დავამართა რაღაც მორისმები და საშინელებები რომ იყო ახლა მომწელწაც მქონდა რამოდენიმე ჯერ ესე ისეთ ძალიან შემეშინა მე რეპუტების საფუძველში გადაიზარდა და აი თებერვალში ხო ფასტების დასაწყისში აღმოჩნდი კლინიკაში და რო გამოხვედი მე აი იქვე მომატანინე უკვე კლინიკაშივე
იმდენად შემეშინდა, რომ პრინკაში მოვატანდნენ ლიგი და დავიწყეთ იქ. ძნელად ვექავა მასწავლებელს სიტუაციებაც. აი ეგ მამას არ შეუძლია ჩემ შვილს რომ თავისი წამოიღოს სულტო და აი პირიღია და იბუდებოდა ამის და როგორ გაქრა ის უბრალოდერიმე დღეში ეს შეფუპებული აქ რაც ქონდა ხო სულდერს უთხავდა ხო აი მართლა როგორ დაიკარგა ასე უცბად ეს გაიწოვა თუ რაღაც მოხდა და იმიტები ბათაც საოცრად გამძლიერეთ ამ შევაგრძელებთ აი შეტევები არ გვაქვს ამ ეტაპზე და რაღაც ძალიან მიიღება ეს ჯერ ცოტა ხანია ხო რაც კი აი ხო თებერვალში დავიწყეთ ხო ეს ცერებრალური დამბლა რაში გამოიხატება წარეთ ხო არა მე ანუ 4-ვე კლიტორის ტეტრაპლეგია ფსიქომოტორული ხო ანუ ჩვენს პრობლემა გვაქვს ან დამოუკიდებლად არ აქვს მოხდება და ესეც რაღაცნაირად თითქოს რაღაცა დავწყო უკვე თავისით ეს საერთოდ რეგულირდება რამე ფსიქოლოგიური რაღაცა გამოხატვა რამის ვიცით რა პირი ისწავლა და ეს არ ვიცი რა ის ამ დროს ესეც ხმამო ანუ ადრე ძალიან ესეთი სუსტი კერები ქონდა და ხა უფრო მეტი ის აქვს გამოხატვა ესე ფილმისები და კერები ხო თითქოსაც ახლა რაღაც ესა მოსწონს რა ვიცი ჩვენი შედეგი ეს არის კი მოვიდა თუ კიდე ჩემი მეუღლის მე კიდე ჩემს მერე სხვა უყვარდა კიდე ძალიან მოკლედ ცოტა დროგო მაშინ ასე კი არა ორივე შედეგი მოყევოთ მოკლედ ოღონდ ის არ ვიცი ზუსტად რამდენად ხარია მეორე მაგრამ ფაქტი ისიც არის მამა ჩემის მერე ხდება ფილტვის სიმსივნეზე იმასაც ხოშვა საყარზე ქონდა და რა გადაამოწმეს ახლა იმას ფილტვზე ქონდა და გადასული იყო შუა საყარზე რო გადაამოწმეს ახლა როდის გითხარით რომ შუა საყარზე მარტო ფილტვი გითხარით და საბუთებში აწერია რა გითხრას მე არ წამიკითხავს და არ მინახია უბრალოდ დამირეკეს უკაცო ხო ნამდვილად შუა საყარს გვეუბნებოდენო მამაზე ამბობ მამა ჩემის მერესთან ათესაა ეს რეზერვს და თავიდან მე გადავიდა ლიბზე და იკეთებდა ქიმიასაც და იმუნოსაც ორი გაიკეთა ორი ქიმია და იმუნოს ერთად უკეთებდა და გადამოწმების მერე ეუბნებიან ჩვენო არ გითხრავს შუა საყარიო და თქვენო საიდან მოიტანეთ და უბრალოდ მე არ წამიკითხავს არ ქონდა გადაღებული ძველი ფილმი ანუ გამირეკა ეხლა რომ მოვიდოდი და ხო ნამდვილად შუა საყარი გვეუბნებოდნენ რომ იძახიან ეხლა არ არის გადაღებული ხო არ ეხლა გზაში რომ მოვიდოდი მაშინ გამირეკა პრობლემები მაგიმერე დავაზუსტოთ ყოველ შემთხვევაში მამა ჩემს საერთოდ ქონდა ფილტვის სიმსივნე შუა საყარზე და ხორცზე გადაშული. შუა საყარზე იყო 7 სანტიმეტრი. ოპერაცია გამორიცხული იყო, ქიმიაც გვეუბნებოდნენ არ გირჩევთო. იმუნო არ კეთდებოდა, იმიტომ რომ უარყოფითი პასუხები მოვიდა და ამ დანამატებით თან ერთად დაიკეთა 18 ქიმია 30 სხივი და 19 თებერვალს მომივიდა 2023 წლიდან დაიწყო დიდი დოზებით გალევა. და 19 თებერვალს მომივიდა პასუხი, საერთოდ არსად არაფერი არ. მაგარია. ხო, 4 წლის თავზე 31% შემცირდა. მე რაღაც დონეზე, ანუ უნიშნელოდ იქნება, მე საერთოდ გაჩერდა და ბოლო ორი თვე ლივის მერე თორე უკვე არის აგვისტოში დამთავრდა. ცდილები 5 აგვისტოს მომჩი ცდილობს. და ის მერე მარტო დანამატებს მოხდა. და თებერვლის დასაწყისში გავიკეთეთ ტესტი. გარგარის კუთხის ლევანჩის ამიგდალი მე-17 არა აქ არ შედის არა მარტო მაგი არ იწევს შეიძლება თქვა მე ჩემი უღლეზე გაცინირება რომ დაიწყო მე არა
მე ვასმები ჩემი უღლეს მაგას და გაწევის შედეგს მოგიყვები წინა პროექტზე ილაპარაკა ქალბატონმა თამარმა, იქ ჰქონდა არაჩვეულებრივი პროდუქტები, ზუსტად იქედან დაიწყო და პირველი შედეგიც მაშინ მე დავდე, რომ წელიწადსა და 3 თვეში მოეხსნა 5 წლის ბავშვს სპექტრი, ამისი ადოსის პასუხები გვაქვს და რა თქმა უნდა, რომ ვიცით რა არის და როგორ არის, თავისუფლად უწევთ რეკომენდაციას და ეხლა მივეცი ლივი ბავშვს არა, სხვა, ზუსტად 1 წელია, 6 თვე ვასმევდი რეზერვს და მაინც წინა პროექტის ბავშვს არ ქონდა, მეტყველების შეთანხმება ქონდა, სიტყვებს ვერ იძახდა და რაღაცა რცევითი მომენტები ქონდა, ეს ყველაფერი მოუწესრიგ და რაც ლივის მიღება დაიწყო ამ ბავშვმა, დედამისი არის გაოცებული, იმიტომ რომ დიდი დოზით არის ყველაფერი და ნახევარი პაკეტით დავაწყებიე. ხო და გარკვეული პერიოდის მერე მირეკავს და მეუბნება, რომ ია ერთი მთლიანი რომ მივცე შეიძლება და კი მეთქი შეიძლება პრობლემა არ არის, გარდა უკვე დაუწყია მთლიანის მიღება და რა გამოიწვია ამ ყველაფერმა. რა თქმა უნდა, კონცენტრირებულია, ბაღში უკვე მასწავლებლებს ყვებაო, ღიღინებსო, 3 სიტყვიანი წინადადებები წამოიღო, სახე დაუმშვით და დაწყნარდა და ყველაზე მთავარი რაც არის ბაღიდან მირეკავენო, რომ წაიყვანეო, ბავშვს ბოდიში კუჭი აეშალა და ლამბლიები დაყარა. რამოდენიმე დღის უკან მომდის ხმოვანი, არ ვიცი ნახეთ თუ არა, სთხოვისეც მედო. კიდევ წერს გაოცებული, რომ კიდე დაყარა ლამბლიები ბუდიანად. ლამბლიებს ვარაუდობთ. ჭიები, ხო რაღაცა ესეთი მსუქანი იყო, მე ვთქვი მეთქი სურათი რატო არ გადაიღე და ვაიმეო, ისე შემრცხვაო ბოდიში, ამაზე რო გელაპარაკებიო, ისედაც მცხვენია ამას რო გეუბნები, მეთქი რას ლაპარაკობ, თუ რამებს გავსი იყო. ხო, აუცილებლად გადაიღე მეთქი და ეს ჭირდება, იმიტომ რომ ფაქტია, ძალიან ბედნიერია, ძალიან გახარებულია და აი თამამად შეგიძლიათ თუ ვინმე გარშემო ყავთ, გავუწიოთ რეკომენდაცია, იმიტომ რომ ამაზე კარგს, ამაზე მაგას ვერაფერს ვერ მიცემთ და ერთი მომენტი მაქვს კიდე ნევროსთან დაკავშირებით. 3 დღეში გქონდა ისეთი შედეგი, გოგო იმაშია, კანადაშია, იქ გამოვაწერინია პროდუქტები და 3 დღეში ისეთი შედეგი დადო, თვეები ამას ვებრძოდიო და არ ვიციო, სასწაულიო. ყელში მქონდაო ბურთი გაჩხერილი, რომ ვერაფერს ვერ შეგოდიო, სპაზმი მქონდა ხო რა. აი დილიდან ავდგებოდი თუ არა, უიწყებოდა კოშმარიო, იმიტომ რომ ძალიან რთული მეგონა უნდა გავგოდულიყავიო, ხო. ხო და მესამე დღეს მირეკავს და მეუბნება, რომ არ ვიციო, არ ვიციო, სასწაულიაო და ერთი თვის განმავლობაში 5 პროდუქტი გამოწერა კიდე დამატებით. ასე რომ ცოტა გვაქვს შედეგები, მაგრამ რაც ვარ მაგარია და დაშდავკარეთ.